პირდაპირ ამბობს, რომ ეს ბინა მე მომეწონას და ჩემია უკვე ეს ბინა. მაშინ როდესაც პროფესიონალ თაღლითებზე. როდესაც რეალურად დასტურდება, რომ თანხა სესხია და არა ბინა არ უყიდია მას, ბინა მას არ უყიდია. თანხა გაასესხა. ეს ხო არის პრობლემა. და ასეთი ძალიან ბევრია. დიახ, დაგეთანხმებით, რა თქმა უნდა, მაგრამ მანდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია. სხვათა შორის ჩემი პროკურორობის დროსაც იყო ძალიან აქტუალური, აი იპოთეკით დატვირთვა, ბინის სესხს რომ იღებს ადამიანი, მან ძალიან მნიშვნელოვანი არის სესხის ვადა. სესხის ვადა. საკმაოდ სერიოზულ თანხელზე რომ აწერს ხელს ბინის მესაკუთრე და სესხულობს დაუშვათ $30,000, რომელიც 3 თვეში ან 6 თვეში უნდა ჩაასესხოს, დააბრუნოს, ხო, სხვანაირად ბინას ვერ დაიბრუნებს უკან. ამ დროს მას არანაირი რესურსი არ აქვს, რომ ეს თანხა იშოვოს და დაუბრუნოს მევალეს, ხო? აი ამით სარგებლობდნენ ძირითადად ეს იპოთეკარები და სწორედ აი ამ მოკლევადის გამო ხდებოდა ის, რომ იცოდა იპოთეკარმა წინასწარ, რომ ეს 3 თვეში ამ თანხის დამბრუნებელი არ არის და ეს დარჩებოდა, ეს ბინა დარჩებოდა ამას. აი სწორედ ამიტომ ადამიანების, ჩვენი მოსახლეობის, ბინის მესაკუთრეების გაუცნობიერება იწვევს ამ ყველაფერს და პროკურატურას იმიტომ უჭირს რომ გეუბნებიან რომ ხელშეკრულებას რომ აწერ ხელს უნდა წაიკითხო რაზე აწერ ხელს ნოტარიუსს რომ მაპატიეთ და მივადგებოდით რომ აი შენ რატო არ განუმარტე ეს ადამიანი ხელს რაზე აწერდა მე მხოლოდ ხელმოწერაზე ვაგებ პასუხს ნოტარიუსის პასუხი ასეთია